ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღსადგენად საქართველოს მთავრობამ 5 მილიონი ლარი გამოყო. აღდგენით სამუშაოებს ადგილობრივი მთავრობა უახლოეს დროში დაიწყებს. დღეს ზღვის მიერ მოშლილი სანაპირო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მოინახულეს. როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ჯებირები ისევ ბეტონის იქნება, თუმცა გაფართოვდება სანაპირო ზოლი, რაც მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში ანალოგიურ ნგრევას აღარ გამოიწვევს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ქობულეთშიც. არჩილ ხაბაძე და ნოდარ ხადური დღესვე იქ არსებულ მდგომარეობას გაიცნენ. რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას სალარო აპარატებთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურისთვის უცნობი აღმოჩნდა ფაქტი, რომ მისი განვადებით გამოტანა შეუძლებელია. მინისტრმა პირობა დადო, რომ საკითხით დაინტერესდება. საქართველოს მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება 5 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ გადაუდებელი ნაპირსამაგრის სამუშაოები შესრულდეს და გარდა ამისა, შემდგომ პერიოდში გაგრძელდება ჩვენი უცხოელი კოლეგების დონორების დახმარებით ანალოგიური სამუშაოები, რათა ზღვა არ მიიტაცოს მიწები, არ მოხდეს ანალოგიური, ასე ვთქვათ, შემთხვევები და იყო შესაძლებლობა, რომ აჭარაში ისევე როგორც საქართველოში განვითარდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სანაპირო სადაც პრობლემა გვაქვს, სულ დაახლოებით კილომეტრი და 300 მეტრი იქნება სიგრძე, როგორც ბატონმა ნოდარმა განაცხადა, ჩვენ დონორი ორგანიზაციებიდან მოვიზიდავთ იმ რესურსებს, რომელიც საჭიროა შემდეგი მონაკვეთის გასაკეთებლად, სულ 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთდება პორტთან მისვლამდე და იმ პროექტის ფარგლებში დამატებით კიდევ დაახლოებით 70-80 მილიონი გაიხარჯება და საბოლოოდ დასრულდება ნაპირგასამაგრის სამუშაოები ბათუმის კონცხზე.